ყველაფრის მეშინოდა ახალ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება, მუშაობის მეშინოდა მახსოვს რომ რაღაც პერიოდი შევწყვიტე კიდეც მუშაობა, იმიტომ რომ აი ამ მდგომარეობით ხალხთან კომუნიკაციას ვერ ვახერხებდი. გამარჯობა. ვიყავი სადღაც 20 წლის, 21-ის ხდებოდი და საქართველოსდან გადავედი საცხოვრებლად ამერიკაში. და აი ეგ იყო დასაწყისი ამ ყველაფერი ცვლილების. პირველ რიგში შეიცვალა ჩემი მდგომარეობა მთლიანად თუ ვიყავ შეჩვეული საქართველოში რაღაც ხალხმრავალ ოჯახში ცხოვრებას რაც უცებ მოხდი აბსოლუტურად მარტო და მივხვდი რომ პასუხისმგებლობები მომემატა და საერთოდ არ ვიყავი ამისთვის მზად, იმიტომ ნასწავლი არ მქონდა მარტოს როგორ უნდა მეარსება და აი ეს რაღაცა უცებ ერთად დამატყდა თავს და საკმაოდ მძიმედ შეხვდა ამას ჩემი ტვინი. რაღაცა პერიოდი ჩავიკეტე სახლში, ეს იყო რაღაცა თავარი გამოვლინება ამისი, რომ სხვა ადამიანებთან ესე უსაფრთხოდ თავს არ გრძნობდი. შიშის და უიმედობის განცდა იმ მომენტში და აი რაღაცა კითხვები, რომ ვინა ვარ, რა ვქენი, სად მივდივარ, აი რაღაცა მანტი იყო, რაღაცა უიმედო მდგომარეობა. პირველი 5-6 თვე ამას არ ვიღებდი როგორც რაღაცა მენტალურ პრობლემას, იმიტომ რომ მაშინ ადვილი იყო, რომ აი თითქოს გარე რაღაცებისთვის დამებრალებინა ეს, რომ არა ეს არის ამის და ამისი ბრალი. შენ რო გემართება ეს აღიარება ამის და საუბარი ამაზე ძალიან რთულია. შენ აბსოლუტურად სხვა ფიქრებში ხარ და ის რომ აი ვიღაცას დაუჭდა და უთხრა რომ მე მაქვს დეპრესია, ძალიან რთულია, ამიტომ არის აუცილებელი რომ გვერდიდან შენმა ახლობელმა ადამიანმა გაიგოს ეს და ყველანაირი გართულებების გარეშე გვერდზე დაგიდგეს და უბრალოდ გიბიძგოს იმისკენ რომ დახმარებას მიმართო. ესეც რაც ძალიან მოზომილი უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩემი გამოცდილებიდან მაგალითად პირდაპირ ამაზე საუბრით ვღიზიანდებოდი, ამიტომ შენ თვითონაც უნდა იცოდე ამ დროს, როცა შენ ახლობელს ჭირს როგორ მოიქცე. ჩემ შემთხვევაში ტრანსფორმაცია იყო ისეთი, რომელიც რო არ დაენახათ ჩემ ახლობელ ადამიანებს, შეუძლებელი იყო მით უმეტეს ახლა ოჯახის წევრებს და ახლო მეგობრებს. ჩემი ოჯახის წევრებიც რომ მეუბნებოდნენ, რომ ვიცი რა, არა უშავს. უბრალოდ წავიდეთ და გავიგოთ რა ხდება და რაღაცა დახმარება რაც არსებობს ამის შეგვიძლია რომ მივიღოთ და საქართველოში ჩამოვედი ხო იმიტომ რომ იმ პერიოდში მეც და ოჯახმაც გადაწყვეტ რომ ჯობდა რომ ისევ ყოფილიყავი სახლობ გარემოში და მე დავიწყე მკურნალობა. პროცესი დაიწყო უკვე იმედიც გაჩნდა იქვე რომ რაღაცა პერიოდში ეს გაივლიდა, ამიტომ რა თქმა უნდა რომ უკვე ბევრად სასიამოვნო პროცესია ვიდრე უშუალოდ ის მდგომარეობა რა მდგომარეობაშიც ხარ მანამდე. რთულია ნამდვილად ნერვიულობ, მქონდა პირველად რო თქვა ის წამალი დავლია, მეგონა რაღაც უკუ რეაქციას მაძლევდა და მე მითხრა რომ არა აქ უბრალოდ ეს სიმპტომები რასაც შენ იძახია და მე მივხვდი რომ უკვე მე თვითონ ჩემ თავს ემაშოვდი და დავწყნარდი. ძირითადად მაინც თავარი მკურნალობის ფორმა იყო საუბარი და საკმაოდ ესეთი პირდაპირ საუბარი არ არბილებდა არაფერს, პირდაპირ იყო რაღაცა გამაღვიძებელი ისინი, რამაც ძალიან მომეხმარა. პროფესიონალმა უკვე დიაგნოზი რო დასვა, უკვე ჩემთვისაც იყო ის, რომ ეს მე კი არ მეჩვენებოდა და მეთქე არ ქმნიდი ეს მართლა არსებობს ეს პრობლემა და მე უკვე სახელი რო ერქმევა და დიაგნოზი ისმევა, უკვე მკურნალობის ფორმებიც რაღაცა ნათელი ხდება და ეს გამშვიდებს თითქოს და იმედს გაძლევს. მინდა რომ თქვა რომ ეს რაღაცა ყველა ადამიანის ცხოვრებაში ესეთი პერიოდები დგება და ეს არ არის რაღაცა ამისგან რაღაცა დიდი ის არ უნდა შევქმნათ. ეს არის უბრალოდ აუცილებლად მისახედი იქვე და ამისთვის არსებობენ ეს პროფესიონალები, რომლებსაც უნდა მივმართოთ ამ დროს და რაღაც ჩვენ კითხვებზე პასუხები მოვაძებნინოთ, რომ კითხვებზე რომელსაც პასუხის გაცემა ჩვენ თვითონ იმ პერიოდში ძალიან გვიჭირს. მინახავს მაგალითად, რომ შერცხვენიათ და აი თქვათ რაღაც სახლებში შვილებს ქონიათ პრობლემა და სირცხვილისგან ეს დაუმალიათ ეს ფაქტი და არ უღიარებიათ, რომ ამ ადამიანს დახმარება ჭირდება და თქვათ ოღონდ ქუჩაში არ დაინახონ, რომ მდგომარეობა არის ესეთი სახლის პირობებში და რომელიც მე გავუარესდა იმ ადამიანების მდგომარეობა და მივიდა ბევრად უფრო რთულ საფეხურამდე ვიდრე თავიდანვე რომ თქვა ამისთვის მიეხედათ. ჩემ შემთხვევაში იმდენ დიდი დრო არის გასული, რომ დღეს ამაზე საუბარი შედარებით მიადვილდება, არ მიადვილდებოდა არასდროს ამაზე საუბარი და არც თuliდი არასდროს რომ აუცილებელი იყო ამაზე ჩემ შემთხვევაში საჯაროდ საუბარი, თუმცა დღეს საუბრობ იმიტომ რომ მინდა რომ ეს ინფორმაცია ადამიანებამდე მივიდნენ, რომ ეს არ არის დასამალი, ეს ყველა ადამიანის ცხოვრებაში ეს ეტაპი დგება და უნდა ვიცოდეთ, რომ მარტოები არა ვართ ამ შემთხვევაში. და უნდა ვიცოდეთ, რომ გამოსავალი არსებობს და აუცილებლად უნდა მივმართოთ ამას. მაგრამ ხო, ესე პირდაპირ პირველ საუბრობ ამას.